დარწმუნებული ხართ, რომ მართლა გაინტერესებთ რა ბედიელის კაცობრიობას მაშინ, როდესაც თქვენ და თქვენი ნაცნობები აღარ იქნებით. Აი ეს არის ის კითხვა, რომლითაც იწყებს თავის ერთობუცნაურ წიგნს შვეიცარიელი მწერალი მაქს ფრიში, რომელსაც ჰქვია კითხვარი და რომელიც არ არის ჩვეულებრივი წიგნი იმ გაგებით, რომ ის არ მიყვება რაღაც კონკრეტულ სიუჟეტურ ხაზს, რომელსაც შეიძლება მკითხველი გაყვეს და არ ყვება რაღაც ამბავს. ეს წიგნი უბრალოდ შედგება კითხვებისგან, რომლებიც ეხება ისეთ მნიშვნელოვან და ძირეულ საკითხებს და ისეთ თემებს, რომელიც აქტუალურია და მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანისთვის და კაცობრიობისთვის. ეს როგორც არის სიყვარული, სიკვდილი, იმედი, მეგობრობის თემა, ფული, ალკოჰოლთან დამოკიდებულება და სხვა უამრავი ისეთ საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ადამიანისთვის. ეს არის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც შესაძლებელია ადამიანს ერთგვარად უხერხულ განცდას და გრძნობასაც კი უჩენდეს. ისეთი ფორმით არის დასმული ავტორის მიერ აქ კითხვები, რადგან კითხვას აიძულებს რაღაც თვალსაჩინით სარკეში ჩახედვასაც და საკუთარ სულში მოგზაურობას და იმ ბნელი და მიუსაფარი ნაწილების სააშკარაოზე გამოტანასაც კი, რომელიც შეიძლება ღრმად იყოს დამალული ადამიანის სულში. ეს არის კითხვები, რომელიც აიძულებს რაღაც თვალსაჩინით მკითხველს საკუთარი თავი ხელახლა გაიცნოს, დააკვირდეს საკუთარ თავს, თავიდან რაღაცა გვერდიდან შეხედოს საკუთარ თავს და ის მხარე შეიძლება აღმოაჩინოს, რომელიც არათუ საზოგადოების თვალში იყო დამალული, არამედ შესაძლებელია მასაც კი არ ჰქონდა მისი არსებობის შესახებ წარმოდგენა იქამდე. და აქ არის აი ისეთი კითხვები, რომელიც ეხება ისეთ მარადიულ თემებს, როგორც არის მაგალითად ოჯახი და შვილებთან დამოკიდებულება, ზოგადად ცოლქმრული ურთიერთობა, იუმორის გრძნობა და მასთან მიმართება ადამიანის და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი საკითხები. და მაგალითად ისეთი ფორმით სვამს კითხვებს მაქს ფრიში, რომელიც ნებისმიერ ადამიანს თვალსაჩინით დააფიქრებს და აიძულებს, რომ ხელახლა გადახედოს საკუთარ წარმოდგენებს, საკუთარ რწმენებს და შეხედულებებს ცხოვრებაზე. აი მაგალითად ესეთი კითხვები, როგორც აი რამ გაიძულათ დაქორწინება, სვამს კითხვას მაქს ფრიში. ეს დაცულობის მოთხოვნილება ბავშვმა, უსიამოვნება, რომელსაც საზოგადოებაში იწვევდა დაუქორწინებელი მდგომარეობა, ოფიციალურ წყებებთან ან მეზობლებთან და ასე შემდეგ წარმოქმნილა სირთულეებმა, ადათ-წესებმა, ყოველდღიური ყოფის გაიოლების სურვილმა, ოჯახებისთვის ანგარიშ გაწევამ თუ სხვამ. აქ არის ესეთი უცნაური კითხვები, როგორც არის მაგალითად სვამს ესეთ კითხვას მაქს ფრიში, როგორც არის მაგალითად გინდა თუ არა იყო თქვენი ცოლი. ესეთ უცნაური კითხვა, რომელიც შეიძლება ბევრი ადამიანი რაღაც სხვანაირად დააფიქროს და შეახედოს ისეთ თემებზე, რომელზეც და დასვას ისეთი კითხვები, რომელზეც მას იქამდე შესაძლებელია საერთოდ არც კი უფიქრია. არის ისეთი საკითხები, კითხვები, რომელიც აი მაგალითად დაკავშირებულია ალკოჰოლთან დამოკიდებულებაზე. აი მაგალითად მაქს ფრიში სვამს კითხვას, რამდენჯერ დაგინებებიათ დალევაზე თავი. და რა გაცოფებთ მეორე დღეს ის, რომ თქვით, რაც არაფრით არ უნდა გეთქვათ, რომ აღარ გახსოვთ რა თქვით, თუ ტვინის უჯრედების დაზიანება. როდის უფრო გჭირდებათ ალკოჰოლი, როცა სხვებთან ერთად ხართ თუ როცა მარტო ხართ. ან ისეთ საკითხებზე, როგორც არის მაგალითად ოჯახი, აი რა კითხვებს სვამს ამ შემთხვევაში მაქს ფრიში. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შვილებს უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე თავად გქონდათ, ეს ბედნიერებას განიჭებთ თუ საყვედურად წამოაძახებთ ხოლმე. მამობრივ პასუხისმგებლობას ბავშვის ჩასახვამდე გრძნობდით, ჩასახვის მომენტში იგრძენით თუ მერე გაგიჩნდათ. და რა გვერდით სევდას ბავშვს რომ უყურებთ, საერთოდ გიყვართ ბავშვები, ან გეამაყებათ მამობა და ასე შემდეგ. ეს არის კითხვები, რომლებიც შეიძლება სახალისო იყოს საკითხავად, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვან თემებს ეხება და ისეთი ფორმით აქვს დასმული მაქს ფრიშს ეს კითხვები, რომ ნებისმიერ ადამიანს აიძულებს მართლა საკუთარ სულში მოგზაურობას და საკუთარ თავის ხელახლა გაცნობას. ნამდვილად ამის გარანტიას ნამდვილად იძლევა ეს წიგნი. ასე რომ ვისაც არ აქვს წაკითხული, დიდი სიამოვნებით გირჩევთ ამ ავტორის მოძრო წიგნს, რომელიც სხვა ბევრი კარგი წიგნების ავტორიც არის, თუმცა ეს ერთობ სახალისო და დამაფიქრებელი წასაკითხია.
ასე რომ ყველას ვისაც დღემდე არ აქვს წაკითხული ეს წიგნი, სიამოვნებით გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას და ბოლოს ვისაც მოგწონთ წიგნების განხილვის შემეული ვერსია, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი.